მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე. ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის ფრანგი მწერალი ანტუან დე სენტ-ექსიუპერი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. ბმული, რომელსაც უნდა გაყვეთ იმისთვის, რომ გამოიწეროთ არხი, აქვე გადაცემის აღწერაშია. დღეს ვასრულებ მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ბავშვობისა და სიჭაბუკის წლების შესახებ მოყოლას და შეგახსენებთ, რომ ანტონ სუროჟელი იყო მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარქოსი, ცხოვრობდა ლონდონში და იქვე გარდაიცვალა 2003 წელს. მისი საერო სახელია ანდრეი ბლუმი. გუშინ და გუშინ წინ გიამბეთ ანდრეის ცხოვრებაზე, ჯერ სპარსეთში, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში პარიზში. იმის გამო, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა, ანდრეი უკვე 14 წლის იყო, როცა შეძლეს, რომ დედა, ბებია და ბიჭი ისევ ერთად დასახლებულიყვნენ და მანამდე კი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, რადგან სხვადასხვა ადგილს აფარებდნენ თავს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. მიტროპოლიტი ყვება, რომ სპარსეთში გატარებული ბედნიერი წლების შემდეგ, საიდანაც 6 წლის ასაკში მოუხდა წამოსვლა, პირველად განიცადა 14 წლის ასაკში რაღაც, რასაც დაარქვა ბედნიერების შესაძლებლობა. 2-3 თვე ეს ერთგვარი უღრუბლო ბედნიერება იყო, მაგრამ შემდეგ, როგორც თავად ამბობს, თავს სულიად მოულოდნელი განსაცდელი დაატყდა, იმიტომ რომ ბედნიერების შეეშინდა. წარმოიდგინა, რომ ბედნიერება არის იმ ტანჯვაზე უარესი, რაც წლების განმავლობაში გადაიტანა, იმიტომ რომ როცა ცხოვრება იყო ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, სიცოცხლის აზრი და მიზანი ის იყო, რომ გწოდნოდა აი დღეს ღამეს სად გაათენებ, დღეს რას შეჭამ და ასე შემდეგ. და როცა აღმოჩნდა, რომ ეს ყოველწუთიერი ბრძოლა საჭირო აღარ არის, ცხოვრება მისთვის თითქოს რაღაცნაირად უცებ გამოცარიელდა და ანდრეი ფიქრობდა, შეიძლება მთელი ცხოვრება იმაზე ავაგო, რომ ბებიას, დედას და მე ერთმანეთი გვიყვარს. ამაში ხომ მომავალი არ არის. მხოლოდ ორი განზომილებაა, დრო და სივრცე და სიღრმე ამ ამბავს არ გააჩნია, პირდაპირ ფსკერია. და 14 წლის ბიჭმა გადაწყვიტა, რომ თუ 1 წლის განმავლობაში ცხოვრების საზრის ვერ იპოვიდა, აუცილებლად თავს მოიკლავდა, იმიტომ რომ არ იყო თანახმა ამაზე, რომ უმიზნო ბედნიერებით ეცხოვრა. ამასობაში ანდრეის მამა ბორის ბლუმი, რომელიც იყო რუსი დიპლომატი და სპარსეთში რუსეთის კონსული, ოჯახმა, როდესაც თვითონ დასავლეთისკენ დაიძრა, მამა დატოვა ისევ სპარსეთში, მაგრამ შემდეგ მამაც ჩამოვიდა პარიზში, თუმცა ოჯახთან ერთად ცხოვრება არ ისურვა და ცალკე დასახლდა. როგორც მიტროპოლიტი ყვება, მამამისს ჰქონდა თავისებური პოზიცია. მიაჩნდა, რომ მის სოციალურ წრეს ეკისრებოდა დიდი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთში მოხდა. ცხადია, რუსეთის გასაბჭოებას გულისხმობდა. და ამიტომ ფიქრობდა, რომ მას არ ჰქონდა უფლება იმ პრივილეგიებით ესარგებლა ემიგრაციაში, რასაც ანიჭებდა თავისი აღზრდა, განათლება, აღმოსავლური და დასავლური ენების ცოდნა. ამიტომ პარიზში რომ ჩავიდა, სამსახური არც უძებნია, შაუმუშად დაიწყო მუშაობა, რამდენიმე წელიწადიო აი ასე ყიდდა თავის ფიზიკურ ძალას და შემდეგ 53 წლის ასაკში ეს ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. მაგრამ ანდრეი ბლუმმა მამისგან ზოგიერთი რამ ისწავლა ისეთი, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდა. როგორც ამბობს, მამა იყო ძალიან ძლიერი და მამაცი ადამიანი და ყვება, ერთხელო ზაფხულის ბანაკიდან რომ დავბრუნდიო, მამამ მითხრა, ამ ზაფხულს შენზე ძალიან ნერვიულობდიო და მე ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რატომ ფეხიან კისერი რომ არ მომეტეხაო? და მამა მითხრაო, არა, იმის შემეშინდა, რომ ღირსება არ დაგეკარგაო.
და შემდეგ მამამ უთხრა სიტყვები, რომლებიც მიტროპოლიტს მთელი ცხოვრება გაყვა როგორც რაღაც მანათობელი შუქურა. აი რა უთხრა, დაიმახსოვრე, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, ეს სულ ერთია. არც შენ უნდა განაღლებდეს და არც სხვას. ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს, ის არის თუ რისთვის ცხოვრობ და რისთვის შეგიძლია რომ მოკვდე. ერთხელ ისიც უთქვამს, სიკვდილს ისე უნდა ელოდო, როგორც ჭაბუკი თავის საცოლეს ელოდებაო და მიტროპოლიტი ამბობს, ეს სიტყვები იმის შემდეგ ჩამეჭედა გონებაშიო, რაც მამა გარდაიცვალაო და სიკვდილამდე კი ბორის ბლუმი ცხოვრობდა მარტო უკიდურეს სიღატაკეში, ერთ ძალიან პატარა ოთახში, მუშაობდა, მარხულობდა, ლოცულობდა, კითხულობდა, თუ ვინმეს შეხვდებოდა და სახლში მიიღებდა მხოლოდ შაბათ-კვირას, სხვა დღებში კარს არ აღებდა, წარწერა ქონდა კარზე გაკრული, რომ დაკაკუნებით ნუ შეწუხდებით, სახლში ვარ, მაგრამ კარს არ გაგიღებთ. და ყოფილა შემთხვევა, რომ ანდრეი მისულა, დაუკაკუნებია, დაუძახია, მამა მე ვარ, მაგრამ მამას კარი არ გაუღია. აი ესეთი მამა ყავდა მიტროპოლიტს. როდესაც 14 წლის ასაკში მომავალმა მიტროპოლიტმა თავის მოკლა გადაწყვიტა, თუ კი ერთ წელიწადში ცხოვრების საზრის ვერ მიაგნებდა, ამ ამბის მოყოლისას თქვა, რომ მხოლოდ ორ საყრდენზე ვიდექი მაშინო. ერთი ეს იყო მამაჩემის რამდენიმე ფრაზა, რომელიც გონებაში მქონდა ჩარჩენილი და მეორე ეს იყო ბანაკის მღვდელი, რომლის შესახებაც გუშინ გიამბეთ, რომელსაც მე და სხვა უცხო ბავშვები რატომღაც ვუყვარდითო. და აი ეს კითხვის ნიშანი ქონდა გამოყოლილი ამ 14 წლის ბიჭს და ეს იყო ერთ-ერთი საყრდენი, რაზეც იდგა მისი ცხოვრება. ამის შემდეგ ესეთი რამ მოხდა, დიდმარხვის დღებში ბავშვები თამაშობდნენ ფრენბურთს და ხელმძღვანელი მივიდა და უთხრა, რომ დღეს მამა სერგეი ბულგაკოვი ყავს მოწვეული თქვენთან შესახვედრად და ამიტომ მოემზადეთო, რომ ამ შეხვედრაზე უნდა წამოხვიდეთო და ბავშვებს ეს საერთოდ არ მოეწონათ, ამიტომ ზოგი მაშინვე გაიქცაო აი ამ მოედნიდან, ზოგმა პირდაპირ პროტესტი გამოხატა და მოკლედ ამ ხელმძღვანელს შერჩა პირისპირ ანდრეი ბლუმი. ხო და შემდეგ იხსენებს მიტროპოლიტი, რომ მას რო ესე თქვაო, რომ აი ღმერთზე დაგელაპარაკება და შენი სულისთვის სარგო იქნება, რა თქმა უნდა არ წავყვებოდიო, მაგრამ ესეთი რამ მითხრაო, რომ წარმოიდგინე ადამიანი რომ მოვიდეს და ცარიელი დარბაზი დახვდესო, რა სირცხვილია, ხვალ ნახევარი ქალაქი ჩვენზე ილაპარაკებსო და რა კი ამ თავის სოციალურ წრესთან იდენტობა ქონდა ანდრეის, გადაწყვიტა, რომ აი სხვების მაგივრად თვითონ აეღო თავის თავზე ეს რთული მისია და წასულიყო ამ შეხვედრაზე და მით უმეტესო, რომ ხელმძღვანელმა მითხრა ესეთი ფრაზაო, რომ ხო არ გეუბნებიო, რომ მოусმინეო, აი დაეუბნები უბრალოდ წამოდი დაჯექიო და შენი საფიქრალი იფიქრეო და მართლაც წავიდა ანდრეი დაჯდა ისე რომ არაფრის მოსმენას არ აპირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ეს მამა სერგეი ბულგაკოვი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა და აღარ მიცა ბიჭს საშუალება, რომ სხვა რამეზე ეფიქრა და იძულებული გახადა, რომ მოусმინა და რა მოისმინა. ისეთ მრისხანებაში ჩავვარდიო, რომ ერთი სიტყვის გამოტოვებაც აღარ მინდოდაო. ქრისტეზე და სახარებაზე ლაპარაკობდა. კარგ ღვთისმეტყველად ითვლებოდა, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ქონდა და პატარა მხეცებს რომ დაელაპარაკებოდი, ისე გველაპარაკებოდაო. რა მოხდა, რა მაღაშფოთა ანდრეი? თვინიერება, თავდაბლობა, სიმშვიდე, ყველა ის მონური თვისებები შეაქო, რის გამოც ნიჩე და სხვა მოაზროვნეები გვამუნათებდნენო და ბიჭი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ფრენბურთის მოედანზე აღარ დაბრუნდა. გადაწყვიტა, რომ სახლში წასულიყო, თვითონ წაეკითხა ეს სახარება და რწმენასთან საბოლოოდ გაესწორებინა ანგარიშში. გუშინდელ გადაცემაში გიამბეთ, რომ ღმერთის არ წამდა და არც ეკლესიის არ წამდა და მოკლედ აი ამ მდგომარეობაში იყო, როდესაც მოусმინა მამა სერგეი ბულგაკოვს და სახლში წავიდა, რომ ესე იგი რწმენასთან გაესწორებინა საბოლოოდ ანგარიში. აღმოჩნდა, რომ დედას ჰქონდა სახარება, გამოუღო ეს წიგნი კარადიდან და რომ გადაშალა ნახა, რომ იქ არის 4 სახარება.
ხო და რა თქმა უნდა ყველაზე მოკლე რომელიც იყო ის შევარჩიეო და ციტატა აი საწამოვეგე ანკეს ამის შემდეგაც ბევრჯერ აღმოვაჩინე როგორი გამჭრიახია ღმერთი როცა თავის ბადეს გაშლის რომ თევზი დაიჭიროს სხვა სახარება რომ ამერჩია გამიჭირდებოდა რადგან თითოეული მათგანის გაგება კულტურულ ბაზას მოითხოვს მარკოზი კი ზუსტად ისეთი ახალგაზრდა ველურებისთვის წერდა როგორიც მე ვიყავი ეს მე არ ვიცოდი მაგრამ ღმერთმა იცოდა ალბათ მარკოზმაც იცოდა ციტატის დასასრული და ამის შემდეგ მიტროპოლიტი ყვება რა განიცადა სახარების კითხვისას ის დაახლოებით ესეთი რამ ქუჩაში რომ მიდის ადამიანი უცებ გაჩერდება და უკან მოიხედავს იმიტომ რომ რაღაც დაჟინებულ მზერას გრძნობს ვიღაც ზურგს უკან მას უყურებს და ნელა მკითხულობდიო რადგან მიუჩვეველი ენა იყო და უცებ ვიგრძენი რომ მაგიდის მეორე მხარეს აქვე ქრისტე იდგა და ციტატა ეს ისეთი გამჭოლი გრძნობა იყო რომ გავჩერდი კითხვა შევწყვიტე და გავიხედე დიდხანს ვიყურებოდი ვერაფერს ვხედავდი ვერაფერს ვგრძნობდი და არც არაფერი მესმოდა მაგრამ როცა ვიყურებოდი იქ სადაც არავინ იყო მკაფიოდ ვიცოდი რომ იქ ნამდვილად დგას ქრისტე ანდრეი ფიქრობდა რა კი აქ ქრისტეა ესე იგი კუდრეთით აღმდგარა და რა კი კუდრეთით აღდგომა სიმართლეა ესე იგი ყველაფერი დანარჩენით სიმართლეა რაც სახარებაში წერია და იქვე გაუნათდა გონება მიხვდა რომ აი ეს არის ცხოვრების საზრისი რომ სხვებს გაუზიაროს ეს სასწაული რაც ახლა თვითონ აღმოაჩინა და ფიქრობდა რომ ალბათ ათასობით ადამიანმა არ იცის ის რაც მე უკვე ვიცი და რაც შეიძლება ჩქარა უნდა გაუზიარო მათ ეს ცოდნაო და მეორე განცდა რაც მაშინ დაეუფლა ანდრეი ბლუმს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი მისთვის და მისი ცხოვრებისთვის ფიქრობდა რომ თუ სიმართლეა რაც სახარებაში წერია ესე იგი ყველაფერი რასაც მე ადამიანებზე ვფიქრობდი ტყუილია ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა და შეიყვარა თუნდაც ისინი ფიქრობდნენ რომ ჩემი მტრები არიან მე ვიცი რომ სინამდვილეში მტრები არ არიან შეგახსენებთ გუშინ გიამბეთ იმის შესახებ რომ ისეთი ცხოვრება გადაიტანა 8-9 წლის ასაკიდან პატარა ანდრეიმ რომ ის ფიქრობდა რომ ყველა ადამიანი ქალი და კაცი ნებისმიერი ასაკის მისთვის არის საფრთხე და უნდა იყო ქვა, უნდა იყო მკვდარი იმისთვის რომ ამ სამყაროში გადარჩე. აი ეს დამოკიდებულება ქონდა ადამიანების მიმართ და უცებ თლიანად შეტრიალდა მისი ცნობიერება. მეორე დილით სახლიდან რომ გამოვიდა, თიგოს სულიად შეცვლილ სამყაროში მიაბიჯებდა და ვინც გზაში შეხვდებოდა, შეხედავდა და ფიქრობდა, რომ შენ ღმერთმა სიყვარულით შეგქმნა, შენ ღმერთს უყვარ ხარ, შენ ჩემი ძმა ხარ, შენ კი ჩემი და ხარ. შეიძლება დამამცირო, რადგან ეს არ იცი, მაგრამ მე ვიცი და ეს საკმარისია. აი მაშინვე მიხვდა, რომ ამ აღმოჩენამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და მართლაც დღეს უკვე ვიცით ჩვენ რომ ამ აღმოჩენამ დაუდო საფუძველი მიტროპოლიტის თელ შემდგომ ცხოვრებას, რომელიც არის აი სამაგალითო სიბრძნის და სამაგალითო სულიერების ნიმუში. დღევანდელი ციტატა ამბობს, ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე. ალბათ ფსიქოლოგები თავისი პროფესიული ცოდნიდან გამომდინარე ძალიან საინტერესოდ ახსნიან იმ გარდატეხას, რაც ახალგაზრდა ანდრეი ბლუმის ცხოვრებაში და ცნობიერებაში მოხდა. მე დღეს გითხარით მამის შესახებ, გუშინ დედის შესახებ გიამბეთ, მისი ცხოვრების გზა გიამბეთ და მეც მქონდა ბევრჯერ ცდუნება დილეტანტს, რომ რაღაცნაირი ფსიქოლოგიური ახსნა მომეძებნა იმისთვის, რაც ამ ადამიანის თავს მოხდა, მაგრამ სინამდვილეში ეგზიუპერის ციტატაში ერთი წინადადებით არის ნათქვამი ის, რაც ახალგაზრდა ანდრეი ბლუმს ნამდვილად შეემთხვა. ძალიან ბევრი გადაიტანა, სანამ
ადამიანის მიუღებლობიდან ადამიანის სიყვარულამდე მივიდოდა და სანამ ღმერთის უარყოფიდან ღმერთისთვის სიცოცხლის მიძღვნამდე მივიდოდა. და თუ მიტროპოლიტ ანტონ სურუჟელის მიერ გავლილი გზა დაგაინტერესებთ, მე უბრალოდ გირჩევთ, რომ ამ კვირის სამივე გადაცემა ნახოთ, იმისთვის, რომ უბრალოდ უფრო ღრმად და სრულად აღიქვათ ამ გზის მთელი დიდებულება. და თუ შევძელი და ეს განსაკუთრებული ადამიანი ოდნავ მაინც შეგაყვარეთ და დაგაინტერესეთ მისი და მისი შეხედულებებით სხვადასხვა საკითხზე, მომწერეთ და მე აუცილებლად შემდეგ მომავალში კიდევ გავაგრძელებ თხრობას და გაგიზიარებთ მის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე. დღეს ამით დაგემშვიდობებით, შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით და გადაცემის ბოლოს კიდევ ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. და ასევე ტრადიციულად დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ და ამ არხის განვითარებაში მეხმარებთ.